აშშ-ს მასშტაბური თავდასხმა ირანზე მზად იყო. შემდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონის სპარსეთის ყურის მოკავშირეებმა სთხოვეს შეეჩერებინა ეს. საუდის არაბეთმა მთხოვა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, კატარმა და ირანმა. ჩვენ უკვე მზად ვიყავით შეტევის დასაწყებად სწორედ ამ დროს. და ეს იქნებოდა მასიური თავდასხმა. ტრამპი ამბობს, რომ დაგეგმილი ოპერაცია იქნებოდა ყველაზე დიდი თავდასხმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ის ესაუბრა სპარსეთის ყურის ლიდერებს, განსაკუთრებით საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანს მან გადაწყვიტა დიპლომატიას კიდევ ერთი შევერთი შანსი მიეცა. ეხლა მოლაპარაკებების დაწყება მოსალოდნელია ორშაბათის შუადღეს. პირველი მიზანია ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა, სადაც ირანმა ომის განმავლობაში არაერთხელ შეუტია, ან შეზღუდა საზღვაო გადაზიდვები. ეხლა კი რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. მაგრამ უკვე არსებობს სხვადასხვა ვერსია იმის შესახებ, თუ რას შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერი შეთანხმება. დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ერთმა შეთანხმებამ შეიძლება ორივე საკითხი მოიცვას: ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ირანის ბირთვული განიარაღება. ამასობაში ისლამური რესპუბლიკა ამტკიცებს, რომ ჰორმუზი აღარ დაბრუნდება ომამდე არსებულ მდგომარეობაში და უარს ამბობს ბირთვულ პროგრამაზე საუბარზე. უბრალოდ ნახეთ, როგორ არის საქმე. ჩვენ ნებისმიერ დროს მზადვართ მოქმედებისთვის. მირჩევნია შეთანხმება მივახცია. მე არ მინდა ხალხის მოკლა. ისრაელისთვის ეს მოულოდნელი ცვლილება კითხვებსაც აჩენს. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებდა თავდასხმაში, მაგრამ მან შეატყობინა აშშ-ს, რომ თუ ეს სერიოზულად არ დააზიანებდა ირანის რეჟიმს, მისი განხორციელება აზრს დაკარგავთ. მოლაპარაკებებმა შესაძლოა სამხედრო მოქმედებები დროებით გადაედო, მაგრამ რადგან შეთანხმება ჯერ არ არსებობს და ჰორმუზსა და ირანის ბირთვულ პროგრამაზე სერიოზული უთანხმოებებია, ესკალაციის ახალი საფრთხე კვლავ რჩება. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ტრამპი უკმაყოფილო იყო ირანთან გასამკლავებლად არსებული ვარიანტების სიმცირით და ამ კვირაში აშშ-ში როგორც ჩანს ეძებს ახალ კრეატიულ და არატრადიციულ გზებს ირანზე ზეწოლის გასაძლიერებლად. ამის შესახებ წყაროები CNN-თან საუბარში აცხადებენ. მათ თქვეს, რომ აშშ-ში ცენტრალური სარბლობის სადაზვერვო განყოფილების ოფიცერმა ფართო წრეს სამხედრო ანალიტიკოსებს ელექტრონული პოსტა გაუგზავნა და სთხოვა იდეები, თუ როგორ უნდა გამკლავებოდნენ და დაესაჯათ ისლამური რესპუბლიკა. ეხლა პირდაპირ ვერთვებით ვაშინგტონიდან, სადაც უფროსი ამერიკელი კორესპონდენტი მაიკ ვაგენჰაიმი თეთრი სახლიდან გვერდდება. მაიკ, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ კარგი არჩევანის ნაკლებობაზე. რამდენ ხანს შეძლებს ტრამპი ფაქტობრივად გააგრძელოს ეს მუქარებისა და დიპლომატიის ფასების ზრდისა და შეზღუდული თავდასხმების მონაცვლეობა, სანამ რაღაც არ შეიცვლება? ეს ჩემი აზრით ორ რამეზეა დამოკიდებული. პირველი, რამდენი სანდოობის დაკარგვას შეეგუება ტრამპი და ამჟამად ეს ავტორიტეტი ყოველს ამსიკლებს. მეორე, რამდენ ტკივილს აიტანს თვითონ და რესპუბლიკელების საწვავის ფასებსა და სხვა ფასებში. რესპუბლიკელები, რომლებიც ხელახლა არჩევისთვის იბრძვიან, კიდევ უფრო მეტად მზად არიან აიტანონ, სანამ ეს პრეზიდენტისთვის აუტანელ ტვირთად არ იქცევა. ვფიქრობ, ეს ორი საკითხია ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი. იცით, თუ პრეზიდენტი ტრამპი მართლაც ითვალისწინებდა სპარსეთის ყურის მოკავშირეებს და ფიქრობდა, რომ მათი აზრი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დარტყმებს გააუქმებდა, ამის შედეგად იფიქრებდი, რომ მან წინასწარ ესაუბრებოდა მათ და კოორდინაციას გაუწევდა და არა, ბოლო წამს ზარი მიეღო და ეთქვა: „ეი, აზრი შევიცვალე. ვერ ვაცნობიერებდი რა მასშტაბის შედეგამდე მივიდოდა ეს ყველაფერი. მე არ ვეთანხმები ამ კონკრეტულ არგუმენტს, რომელიც თეთრი სახლიდან და პრეზიდენტისგან მოდის, როგორც არაერთხელ გვისაუბრია. არც ერთი კარგი ვარიანტი არ არსებობს. ამ ცუდ ვარიანტებს შორის ამ მომენტისთვის რომელი არის საუკეთესო? სწორედ ამას ეძებს პრეზიდენტი. ის მუდმივად ეძებს გამოსავალს. ზოგჯერ ეს გამოსავალი მას თავად ეძლევა, ზოგჯერ კი თითქოს თვითონვე ქმნის მას. ამჟამად არც ერთი ეს ორი რამ არ არსებობს, ასე რომ უბრალოდ ისევ უბრუნდებით მოლაპარაკებების იდეას. კვირის ბოლოს ამაზე ვისაუბრებთ და ვიტყვით, რომ მოლაპარაკებებს შედეგი არ ქონია. მომდევნო ორშაბათს ისევ სამხედრო მოქმედებებზე ვისაუბრებთ და ასე გაგრძელდება, სანამ ამ ორიდან რომელიმე არ მოხდება. ან პრეზიდენტი იგრძნობს, რომ ძალიან ბევრ სანდოობას კარგავს, ან რესპუბლიკელების წონა და მოახლოებული შუალედური არჩევნები იმდენად მძიმე გახდება, რომ სხვა რამეს ცდის. მაი ვგულისხმობ იმას, რომ ამ შესაძლო თავდასხმის მუქარა, რომელიც საბოლოოდ თავდასხმა დარიქცა, მალევე მოხდა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტს ვაშინგტონში
და ამ შეხვედრიდან ძალიან ცოტა რამ გავრცელდა. ძალიან ცოტა. შეხვედრის შემდეგ არ ყოფილა კითხვები, არც პოლიტიკური თეატრი. როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს ახლა ისრაელს? გულისხმობ იმას, რომ გავრცელებული ინფორმაციით ისრაელი მზად იყო მოქმედებისთვის, შემდეგ კი ტრამპმა გადაიფიქრა. რა ვიცით ამასთან დაკავშირებით? დიახ, იცით, მე ეს წინასწარ თქვი. ვიცოდი, რომ პრესასთან არანაირი გამოსვლა ან მსგავსი არაფერი იქნებოდა. თავიდანვე რთული შეხვედრა იყო. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო მისთვის. ქეთმა სახმა განაცხადა, რომ შეხვედრა პროდუქტიული და პოზიტიური იყო. მიუხედავად ამისა, ჩანს, რომ ისინი ახლა ერთმანეთთან უფრო დაახლოვდნენ, ვიდრე ადრე იყვნენ. ძირითადი მიზანი ყოველთვის იყო ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების და ბირთვული პროგრამის განვითარების აღკვეთა. მიზანში განსხვავება არასდროს ყოფილა. განსხვავება ყოველთვის იმაში იყო, როგორ მივახციოთ ამ მიზანს, როგორ მოვახდინოთ თითოეული მხარის ინტერესების მართვა. და ვფიქრობ, ამ კუთხით პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა შეძლეს განსხვავებების შემცირება. პრობლემა ისრაელის მხრიდან ის არის, რომ როდესაც ვაშინგტონისგან პასუხებს ელოდები, ეს პასუხები მუდმივად იცვლება, როგორც აქ არაერთხელ ვიხილეთ. ასე რომ პრემიერ-მინისტრს შეუძლია თავისი აზრი დააფიქსიროს. მას შეუძლია პრეზიდენტი ცოტა მეტად დაახლოვოს. პრეზიდენტმა ტრამპმა მეორე დრესაც კი თქვა, რომ დეტალებში არ შესულა, მაგრამ თქვა, ახლა ცოტა უკეთ მესმისო. ის საუბრობდა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შეხედულებებზე. თუმცა მიუხედავად ამისა, რაც დღეს ითქვა, ხვალ შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. და რაც იმ შეხვედრაზე გასულ კვირას ითქვა, კვირას ითქვა, შეიძლება სრულიად უნიშნელო გახდეს მომდევნო დღეებში. ასე რომ თუ დაუბრუნდებით იმ შეხვედრას და იმას, რაც შეიძლება იქიდან გამომდინარეობდეს, კვლავაც, როდესაც გარემოებები, გადაწყვეტილებები და აზროვნების პროცესი ასე სწრაფად იცვლება, თანმიმდევრულობა აღარ არსებობს. საბოლოოდ ეს ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. კარგი, მაიკ ვაგენჰაიმი, დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები დღეს დაიწყებოდა, თეირანი ამბობს, რომ ამჟამად ამერიკელებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.